ეს არის ქართული ოცნების დეპუტატი ნიკოლოზ სამხარაძე, რომელიც თურქეთში იმყოფებოდა არაბთა გაერთიანებული საამიროების საპარლამენტო შემადგენლობასთან შეხვედრაზე, ჩვენი საპარლამენტო ჯგუფი იყო მათთან შეხვედრაზე და ასეთი კომენტარი გააკეთა. როგორც ჩანს, იმ არაბულმა მხარემ უთხრეს ეს პრეტენზია და მან აქ გააშხერა. არაბული მხარე კარგად არის ინფორმირებული იმ მავნებლური ოპერაციის შესახებ, რომელიც საქართველოში ტარდება არაბული ინვესტიციების წინააღმდეგ. დავარწმუნეთ ჩვენი არაბი პარტნიორები, რომ საქართველოში ამ ინვესტიციების პრობლემები არ შეექმნება. ანუ შეხვედრაზე იმათ პირდაპირ წამოუყენეს პრეტენზია. მან პროტესტი რატო არსებობს არაბული ქალაქების მშენებლობასთან დაკავშირებით, ეგ პროტესტი ჩაახშეთო და ამათაც უპატაკეს, კი კაცო. ჩვენ როცა ვიზახდით, რომ ხალხო 7 მილიარდის ინვესტიცია რო შემოდის და ამ ინვესტიციას რაღაც მithumetet ქალაქის სახე აქვს, სადაც ვიზზეც უნდა იმაზე გაყიდიან და რა თქმა უნდა გაყიდიან ძირითადად უცხოელებზე. ამ მასშტაბის ფულის შემოსვლას თან ახლავს პოლიტიკური გავლენები, ამას რომ ვიძახით და აი ისეთი რაღაცა მივითომ რაღაც ყალბი მიამიტობით რომ კითხულობდნენ ოცნების გამპრობლები, რა გავლენებს გულისხმობთ, ანუ ინვესტიცია რატო გულისხმობს. გავლენებს, რა ვიცი, პირდაპირ პრეტენზიებს უყენებენ ხელისუფლებას, რომ მოხსენებას აბარებენ. მან ვიღაცები პრეტენზიებს რატო გამოთქვამენ და ზედმეტ კითხვებს რატო სვავენ. მაგ პრეტენზიით ელაპარაკებია ხელისუფლებას და ხელისუფლება პირობებს იძლევა, რომ არა, აი ჩავახშობთ მაგ წინააღმდეგობას და მან ხალხო რამე ის კი არ არის ეს დასასრული ეტაპი მათი გავლენების მხოლოდ ჩანასახოვანი ნაწილია ეს. თქვენ გავლენები მერე იკითხეთ, ეგ ფული მართლა რო დატრიალდება ამ ქვეყანაში, მართლა არაბები რო ამ ხელა მასშტაბით შემოვლენ, მართლა იქ რო დაყიდიან ბინებს არაბებზე და უზარმაზარი პროცენტი რო გახდება უკვე ჩვენი საზოგადოების ფინანსური შეძლების არაბების ხელში, მან რა ვიცი ამ ქვეყანაში ქალაქის ტერიტორიაზე პარლამენტი იყიდება. ამ პარლამენტს ეხლა აკონტროლებს ივანიშვილს, რო ქონდა 7 მილიარდი, მაგითი აკონტროლებს პარლამენტს. თქვენ წარმოიდგინეთ არაბებს რო ექნება 7 მილიარდი და ის არ არის მათი სრული ქონება, ის არის ქონება, რომელიც არის ნაწილი, რომელიც აქ ჩადეს სახარჯო ფულია მათი, ხო? თქვენ წარმოიდგინეთ მათი შესაძლებლობები რა მასშტაბზე იქნება და ბიჭო, აქ რო კითხულობენ, მაგრამ ის რა ქვია დემოგრაფიის პრობლემა რატო არისო და რაღაცა თვითონ ხელისუფლებაც რო შეშფოთებას გამოთქვას, გეგონება მათი ბრალი არ იყოს. ამ ქვეყანაში კობახიძემ რო თვითონ განაცხადა 60,000 ბინა უცხოელებზე გაიყიდაო ბოლო 4 წლის განმავლობაში და ბინების 30% გაყიდული ბინების უცხოელებზე რომ მოდის. როგორ წარმოგიდგენთ ბინების 30% უცხოელები რო ყიდულობენ? მაგაზე მაგარი. ეგ რამდენად აძვირებს ბინების ფასს? აძვირებს იქით იყოს, მაგაზე რა მაგარი პასუხეთ, იცი? ეგენი აქ ბინებს ყიდულობენ, მაგრამ არ ცხოვრობენ. ხო, ეგ კიდე ცალკე ეგ როგორ თემაა ის ცხოვრობს, აი ვიდეო ნახოთ, მოდი აი უბრალოდ ვიდეო ნახოთ რა, აი როგორ არ ცხოვრობენ. ეს არის გადაღებული თბილისში. რამდენიმე დღის წინ. ანუ სად ცხოვრობს? მაგრად მაინტერესებს? ქართველი ვირმე არის აქ? შენს გარდა ვირმე არის აქ ქართველი? საღოლ. ანუ ეს აქ არა, აი რაც არის. აი ეს, აი რაც არის, სულ ესენი არის. აი ესენი. გიო და ერთი ქართველი ყავდა ისაც დავკარგეჭე. დაროა გიო დამიცადე რა. ეს რა ხდება? სტუდენტები არის. რა ხდება საერთოდ? სტუდენტები არის. რა არის, იცი? საერთოდ გამოგონილია ეს. საერთოდ თითიდან გამოწვეული თემა. მე ცოტა რა ვაბუქებთ. აი, როცა სტატისტიკა სახელდება, სტატისტიკის დასახელებაში არის კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომ საერთოდ რაღაცა პროცენტი რო არის, აი მაგალითად ბინების, ხო?
ბინების 30% იყიდება უცხოელებზე, ხო? მან ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ის, რომ ყოველ წელს პროცენტი იზრდება. ანუ დინამიკა არის. ანუ ეგ არის აქ მთავარი რა არის, იცით? ვიღაცა თავის დამშვიდებას რო ახერხებს რანაირად, იცი? აი ხო, ნუ იქ 40%, 30% და ნუ რა მოხდა, უფრო მეტი ხო ქართველი ყიდულობს. ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ასევე ისიც უნდა დავამატოთ, წლები რო გადის, მეგობრებო. უფრო და უფრო მეტი პროცენტი უცხოელი ყიდულობს და უფრო ნაკლები ქართველი ყიდულობს, ხო? და ეს ბოლოს მივა 50-მდე, მერე მივა 60-მდე, მერე მივა 80-მდე მივა უცხოელის ყიდვა, ხო? და ეგ ტენდენცია რატომ არის? მაგაზე ვლაპარაკობთ ამდენი ხანი. ეგ ტენდენცია არათუ გამოსწორებას რო არაპირებს, არამედ პირიქით ქალაქების აშენებას რო აპირებენ, რომ კიდევ უფრო მეტი პროცენტი უცხოელმა იყიდოს, ეგ ხდება. აი ძალიან მნიშვნელოვანი რა ხდება, იცი, ვიღაცა ანუ მთავრობა გამოდის და 2 წლით დაძველებულ რაღაც სტატისტიკებს აფრიალებს და მომავალში თან იძახის, რომ ქალაქი უნდა ავაშენოთ. ხო? ეს ხო თავისთავად ცხადია, რომ ანუ პროცენტს ზრდით ჩვენ ვართ დაკავებული იმით, რომ უფრო მეტმა უცხოელმა იყიდოს ჩვენს ქვეყანაში საცხოვრებელი ფართი და ეს პრაქტიკა არის სინამდვილეში გარკვეული რაღაც ვიწრო ჯგუფისთვის ფინანსურად მომგებიანი, ვიღაც ვიწრო ჯგუფები არიან, ვინც ამითი ხეირობს, მაგრამ საბოლოო ჯამში ქვეყნისთვის ეს არის დამღუპველი. აი მე კიდე რა მაინტერესებს, იცი, ისევ იმას უბრუნდები რა. ბინებს ყიდულობენ, მაგრამ აქ არ ცხოვრობენ. აი მე ყოველთვის მიყვარს ხოლმე როგორი მიდგომა, იცი? იმის მიუხედავად, რომ შეიძლება რაღაცა მხარემ შტერობა თქვას, პირველ რიგში ყოველთვის მიყვარს ხოლმე როგორ გავყოლა, იცი? აი მოდი შენი ლოგიკით მივყვეთ რა. არ ვეთანხმები, მაგრამ მოდი შენი ლოგიკით ვიყვეთ. აი მოდი წარმოვიდგინოთ, რომ მართლა საქართველოში რაღაც ხდება, გაუგებარი რაღაც ხდება, მოაწყდა უცხოელები ბინებს ყიდულობენ, მაგრამ აქ არ ცხოვრობენ. და ისმის კითხვა, რომ გიჟები არიან? რატო აი რაღაცა ის შენ რო წარმოვიდგინო, რომ ბურკინა ფასოში წავედი ვიყიდე, ისა რა ქვია, ბინა და კარგად იყავით ხალხო, წამოვედი და აღარ ვაფშე შეხება აღარა მაქვს, просто ბინა მაქვს რა. ეგრე ხდება და არა, მაგაზე გეუბნები, არა ეხლა. გიჟები კი არა, უბრალოდ რატო ყიდულობენ იცი ბინებს? მერე აქირავებენ. ბაზარი არ არის ხალხო, აი ვიზე აქირავებენ? ჩემზე აქირავებენ? ანუ ვიღაც უცხოელზე აქირავებენ, ხო? ანუ მაინც ვარგი ქმედების კოეფიციენტი ხო იქამდე დადის, რომ აი, კაი, უცხოელმა იყირა ბიდა და მერე ვიღაცა უცხოელზე აქირავს. ანუ ის უცხოელი ამის ბიდაში რო ცხოვრობს, ხა მაინდა-მაინც ამისი კონკრეტულად ჯიდი ხო არ ამჭირს არა? უცხოელმა თუ იყირა ბიდა და უცხოელის ბიდაში ისე უცხოელი თუ ცხოვრობს, ფეხზე არ კიდია მე ეგ პასუხი, ესე იგი საერთოდ ესე იგი უცხოელები ცხოვრობენ ხო მაინც მაგ ბინაში? საერთოდ აი უკვე მოდი საიდან დავიწყოთ. კი, აი მაგ მიდგომას მეც ვემხრობი, რომ ვიღაცა რო რაღაც სისულელეს ამბობს, ის ლოგიკასაც გავყვეთ, მაგრამ აი ბინებს იყიდიან, მაგრამ აქ არ იცხოვრებენ. ეს საერთოდ რანაირი ნათქვამია, იცი? რო ბინებს იყიდიან და აი ვიღაცა, რა ვიცი, ვიღაცა საქონელი, მაგას ვინც ამბობს, საერთოდ საიდან რაზე დაყრდნობით ითქმება ეგ საერთოდ. აი ვიღაცამ ბინა იყიდა და ეს ვიღაცა გამოშტერებული საქონელი მელაპარაკება, ის იცხოვრებს თუ არა. ამა რა იცის? ანუ ეს ამ კაცისგან რატო ვიგებ საერთოდ? ეს კაცი თავის თავზე რატო იღებს მაგას, რომ ის იყიდის და მარა არ იცხოვრებს? შენ გიჟი ხო არ ხარ? ვისაც იცხოვრებს გადაწყვეტს, კაცო, თვითონ შენ ვინახარ, შენ რა
საერთოდ რა мотиваციაა ეგ ვიღაცა მახსნას ვიღაცა რომ დარბის და აქტიურად ავრცელებს ეგეთ ირაკლი აფრქვევს ეგეთ აზრებს კითხვა იყიდია მაგრამ არ იცხოვრებენ ნუ გეშინიათ ჯიჟი ხა ეგ საცემია კითხვა მაქვს რა საცემია იქვე საცემია ეგ კითხვა მაქვს შენთან მაქვს კითხვა მოდი წარმოვიდგინოთ რომ რატომღაც გადაწყვიტე ჩახვედი ყირგიზეთში და იყიდე ბინა ხო მან იმ კითხვის დასმა მე მგონი ამას ყირგიზეთში რაღაცა ინტერესი აქვს და საცხოვრებელი რახან იყიდა ეთყობა ცხოვრებას აპირებს ეგრე საკითხს დაყენება რავი ყირგიზი რო დარბოდეს მე იქ და რო იძახდეს რომ ნუ გეშინიათ ხალხო ეს იყიდის მაგრამ არ იცხოვრებს ეგ საერთოდ რა კონფიგურაციით საიდან გამომდინარეობს რა ვიცი მე გადავწყვეტ ან იმან რა იცის ვიცხოვრებ არ ვიცხოვრებ ან საერთოდ რა სქემაა მე რა მაინტერესებს იცი ნახე და თან პრობლემა კი არა ერთი ადამიანი ვიცხოვრებ თუ მინდა მნიშვნელოვანი აი შეიძლება ვიღაცა ერთი ტიპი იყოს არ ვიცი ნუ ვიღაცა გაგიჟდა რა და რაღაცა გაურკვეველ ქვეყნებში ბინებს ყიდის კეტავს და გარბის მერე ვიღაცა ერთი ეგეთი ყავს ბიჭო რაღაცა 60,000 კაცი ყავს ეგეთი ეგ უკვე საერთოდ არაფერში არ ჯდება მე კიდე რა მაინტერესებს აი ნახე დაუშვათ არ იცხოვროს დაუშვათ ის 300,000 უცხოელი რომელიც საქართველოში მუდმივ ცხოვრებას დასტურდება საქსტატით და სავარაუდოდ ბევრად მეტია დაუშვათ ესენი ყველანი რატომღაც იმ ბინებში არ ცხოვრობენ რომლებმაც უცხოელებმა იყიდეს და არ ვიცი სადღაც სხვაგან ცხოვრობენ ქართველების გაქცევა ცხოვრობენ ქუჩაში ცხოვრობენ დაუშვათ და დაუშვათ 60,000 ბინა 4 წლის განმავლობაში უცხოელებზე რო გაიყიდა ყველა გიჟია რომელიც დასაკეტად აქვს ბინა არც აქირავებს არც უცხოელებს ანუ ერთი წამ ეგ რას ნიშნავს 60,000-იანი ქალაქი გვაქვს ხა საქართველოს რომელიც დაკეტილია ხო დაუშვათ მაგრამ 4 წლის წინ სანამ ეს ინტენსიური მოზღვავება უცხოელების და ბინების შესყიდვის ტალღა დაიწყებოდა საქართველოში რა ღირდა ბინები და რა ღირს ეხლა საქართველოში რა ღირდა ბინის ქირა თბილისში რა იყო ბინის ქირა და რა არის ეხლა ბინების ფასები და ქირა გაიზარდა 3ჯერ ფასები გახდა ისეთი რომ ქართველ ახალგაზრდას რომელსაც ოჯახის შექმნა უნდა და უნდა რომ გამრავლდეს არანაირი შანსი არ გააჩნია იმისა რომ ბინა იყიდოს ან იქირაოს მთელი ხელფასი ცოლ-ქმარს მოუწევს გადაიხადოს ქირაში იმისთვის რომ რაღაცას გაწვდეს ხო ყიდვაზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია 99% საქართველოს მოსახლეობისა იმდენ ფულს ვერ აკეთებს რომ ბინის რაღაცა თუნდაც განმადებით ყიდვა მოახერხოს თქვენ რომ ნახულობთ რაღაც სტატისტიკას რომ ქართველები კიდე ყიდულობენო ეგ ქართველები ვინ არიან იცით აქ რომ ვერაფერი ვერ მოახერხეს გადახვეწა მოუწიათ ქვეყნიდან და ათეულობით წელი უცხოეთში ცხოვრობენ იმისთვის რომ რაღაცას მოუყარონ თავი და ბოლოს უკვე ასაკში შესულება აქ ბინა იყიდონ. ანუ თქვენ რო უცხოელებზე ბინებს ყიდით, თუნდაც ეგ სისულელე, მავნებლური სისულელე გაგიტაროთ და დავიჯეროთ, რომ თურმე იქ ვითომ არავინ არ ცხოვრობს, მაგ შემთხვევაშიც კი თქვენ ამითი ახალისებთ ბინების ფასების ისეთ ზრდას, რომ ქართველებს უბრალოდ ამ ქვეყნიდან გაქცევა უწევთ. თქვენ რო ბევრი ოღონდ დემოგრაფია მნიშვნელოვანია. აი დემოგრაფია მნიშვნელოვანიაო და ბევრი რო ილაპარაკეს პარლამენტში ვითომ ფასების დაწევის კომისიაზე, ოღონ არაფერი შედეგი არ იყო გაძვირების გარდა. მხოლოდ პროდუქტის ფასებია პრობლემა, რომელიც პირიქით გააძვირეთ თქვენი ლაპარაკით და საქმე არ გაიკეთებიათ, მაგრამ მარტო ეგ არის საარსებო პრობლემა თუ საარსებო სივრცეც პრობლემა. და მაგ პარლამენტში ის დეპუტატები იქ რო შედან და ვითომ ფასების დაწევაზე რო ნერვიულობენ. ემად სამშენებლო კომპანიის წარმოადგენლები ხო არ არიან. კომპანიებით არიან მილიონერები. მოდი ექსპერიმენტი. უცხოელებზე გაყიდვით რომ დიდრდებიან და ქართველების გადინებას რო ახალისებენ. აი მოდი მან გამოსავალი რაშია როგორ წარმოგიდგენთ? ექსპერიმენტი ჩავატაროთ რა. აი მოდი წარმოვიდგინოთ რომ საშუალო სტატისტიკურმა ქართველმა ბიჭმა გადაწყვიტა და ცოლად მოიყვა და საშუალო სტატისტიკური ქართველი გოგო.
და ხო ის საოცრებავ დაჭირდათ საცხოვრებელი ფართი. იმიტომ რომ საქართველო არ არის აფრიკა და პალმის ქვეშ ცხოვრება და ბავშვების გაზრდა არ არის შესაძლებელი, იმიტომ რომ ზამთარში შეიძლება თოვლიც მოვიდეს. ეგრე არ გაგვიმართლა რა. რაღაც ბალახში ბავშვებს ვერ ზდით სამწუხაროდ ხარ ვიღაცებისთვის, მაგრამ ვერ ვაკეთებ აუკლად რა და ბინა ჭირდებათ რა. და მოდი წარმოვიდგინოთ, რომ ეს ბიჭიც დასაქმებული და ეს გოგოც დასაქმებულია. და მოდი წარმოვიდგინოთ, რომ აი ეს გოგო ორსულად რო დარჩეს, რაღაცა სუპერ გოგო არის და მთელ ორსულობასაც იმუშავებს. და აი ბავშვს გააჩენს და მესამე დღეს ისევ სამსახურში გავა და გააგრძელებს მუშაობას რა რაღაც. აი რაღაც ორი რაღაცა ეგეთი არსებარია და მოდი წარმოვიდგინოთ, რომ აი ამ ტიპსაც 1500 ლარი აქვს ხელფასი. და ამ გოგოსაც 1500 ლარი აქვს. სინამდვილეში რო იწყებს ადამიანი ახალგაზრდა რო არის მაგაზე ნაკლები ხელფასებითაც ბევრი მუშაობს. კაი ხელფასი. მაგრამ კაი ისეთ ხელფასს ვამბობ რა 1500 ამას აქვს 1500. და მოდი წარმოვიდგინოთ, რომ ეს ხალხი ვაფშე იმდენად ანომალიური წყვილია, რომ საჭმელს არ ჭამენ, დევს არ ანთებენ, წყალს არ სვავენ. ან რა ვიცი, მათი ოჯახის წევრები საჭმელიც მიაქვთ, დენის ფულს ერთის მშობლები ხდიან, რა ვიცი, აი, ყველაფერი მოგვარებული, და პროსტა ერთის 1500 ლარი და მეორეს 1500 ლარი არაფერში არ ხარჯავენ, საჭმელი ამათ არ უნდათ, ჩასაცმელი ამათ არ უნდათ, ავად არ ხდებიან, რაღაცა ზე ადამიანები გავაძრე რა უკვე, არ ვიცი ეგეთი. და ეს 2500 ლარი 3000 ლარზე გავიდნენ და ნუ ახლობით $1000 ფარგლებზე გავიდნენ თვეში რა. და ბინა უნდა იყოს. და ბინა უნდა იყიდონ ამათ რა. და ამ რეჟიმში მე რას თქვი? რამდენი წელი უნდა ამათმა არ ჭამონ, არ სვან 10 წელი. მაგაზე პასუხი რა. 10 წელი უცოტა. ხელისუფლების აი 10 წელი უნდა არაფერი. პროპაგანდისტებს მაგაზე ხალხი ზარმაცია. ბიჭო, ხალხი ცოცხალია და ის ფაქტი, რომ ჭამა, სმა, ძილი და რაღაცა კომუნალურების გადახდა უნდა, ეგ არის აღმაშფოთებელი. მე რა